Მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ ჩვენს კიდევ ერთ სტუმარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ჭავჭავაძის ფონდის ცენტრის დამფუძნებელი ნინო კალანდაძე ჩვენთან ერთად. გამარჯობა ქავტონი ნინო და მადლობა რომ შემოგვიერთით. ქავტონი ნინო, აი დავიწყოთ მოდით ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტით, რომელიც საქართველოს საკითხზე მომზადდა და დღეს გავა ევროპარლამენტის ხდომაზე, რა აღარ არის ნათქვამი ამ დოკუმენტში 26 ოქტომბრის არჩევნები არასამართლიანად და გაყალბებულადაა შეფასებული, შესაბამისად ნათქვამია რომ ქართული ოცნება არის თვით გამოცხადებული ხელისუფლება, ნათქვამია რომ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, რომ უნდა დასანქცირდეს როგორც ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი, ისე ქართული ოცნების ლიდერები და მმართველი პარტიის მხარდამჭერი ქსელი და მოკლედ შეიძლება ითქვას რომ მივიღეთ ჯერ არნახული რეზოლუცია, თუმცა ჩნდება კითხვა რამდენად შეუძლია ამ და ამ ტიპის რეზოლუციებს საქართველოში შექმნილი ვითარების ქვეყნის სასარგებლოდ, ესე ვთქვათ, პოლიტიკური პროცესების გარდატეხვა იმ ფონზე, როდესაც ქართული ოცნებისთვის ამ დოკუმენტს აქვს ჩალის ფასი. რა არის თქვენი პასუხი? მოგესალმებით, ლელა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. როგორც არ უნდა მოინდომოს ახლა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ იქნება ეს თუ რუხაძის ოცნებამ წარმოაჩინოს მდგომარეობა და ვითარება ქვეყანაში. ფაქტია, რომ კრიზისი ყოველდღიურად ღრმავდება, ფაქტია, რომ საქართველოს მიმართ იზოლაციის პოლიტიკა სულ უფრო ხელშესახები ხდება. აქამდე თუ ეს იყო დეკლარაციების დონეზე, ახლა ვხედავთ, რომ რეზოლუციების მოყვება ქმედებები და ქმედებებში გადათარგმნილი საერთაშორისო პოლიტიკა ნიშნავს, რომ საქართველოს ცივილიზებული სამყაროს ბევრად უფრო შორს აღმოჩნდება, ვიდრე არა თუ ჩვენ წარმოვიდგენდით, არამედ ვიდრე ეს ოდესმე საქართველოში რეალობა ყოფილა და ეს დამატებით კიდევ გააღრმავებს კრიზისს. ახლა რამდენად ეს სასარგებლოა საქართველოსთვის, ეს ცალკე საკითხია. მე ვფიქრობ, რომ ამ მოცემულობისთვის და თქვენ თქვით, რომ რეზოლუციაში რა აღარ არის ნახსენები. რეზოლუციაში ნახსენებია ის, რაც არის რეალობა საქართველოში. ეს არის იმ სურათის ამსახველი, რა რეალობაში საქართველოს მოქალაქეები დღეს ცხოვრობთ. გაყალბებული არჩევნების შედეგად ძალაუფლება მიტაცებული რეჟიმის მიერ მიღებული ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები, ანტიჰუმანური გადაწყვეტილებები, ანტიევროპული გადაწყვეტილებები, ანტიდასავლური გადაწყვეტილებები. ანუ იზოლაციის პოლიტიკა არ მომდინარეობს დასავლეთიდან, იზოლაციის პოლიტიკა მომდინარეობს საქართველოში გატარებული პოლიტიკის საპასუხოდ და შედეგად. ამიტომ კივნეული პროცესია ცალსახად, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად, ისე სოციალურად. ამავდროულად მე ვფიქრობ, რომ დრო არის, რომ მოცემულობას თავისი სახელი დაერქვას. იმიტომ რომ თუ არ იქნება სწორი დიაგნოზი დასმული, იქიდან გამოსავალიც არასდროს მოინახება. საქართველოს არის de facto ოკუპაციის ქვეშ, საქართველოს არ მიემართება იქითკენ, საითაც მას უნდა კონდეს კურსი აღებული და საქართველოს არ ვითარდება ისე, როგორც ამას საქართველოს მოქალაქეები ისურვებდნენ და როგორც ამას დემოკრატიულ სახელმწიფოებში მოქალაქეების გამოთქმული მოსაზრების შედეგად ხელისუფლება განავითარებდა. ეს არის პოლიტიკური დიაგნოზიც, ეს არის შემდგომი ეკონომიკური დიაგნოზიც, ეს არის სოციალური დიაგნოზიც და ეს არის ამ ქვეყნის განვითარების რეალისტური პერსპექტივა. სამწუხაროდ, ძალიან სამწუხაროდ რეზოლუციის პროექტში ფიქსირდება ჩანაწერი საქართველოსთვის უვიზო სტატუსის შეჩერების თაობაზე იმ შემთხვევაში თუ კი ჩაითვლება რომ დემოკრატიულ მმართველობასა და თავისუფლებაზე ევროკავშირის სტანდარტები არ არის დაცული. აი ეს ჩანაწერი მიმართულია ქართული ოცნების წინააღმდეგ თუ მიმართულია ქვეყნის წინააღმდეგ? ანუ ამ ჩანაწერით აგებს თუ არა თვითონ სახელმწიფო საქართველოს როგორც ქვეყანა? რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეების ინტერესები ამ გადაწყვეტილების, თუ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული და შემდგომ სისრულეში მოყვანილი, ეს გადაწყვეტილება ძალიან დააზარალებს საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ამ სიკეთეებით სარგებლობენ მთელი ამ წლების განმავლობაში და რაც მიიჩნეოდა, რომ იყო ქართული სახელმწიფოს უდიდესი მიღწევა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რომ საქართველოს მოქალაქეები მიიჩნიეს სრულფასოვან მოქალაქეებად საიმისოდ, რომ ისინი ევროპის კავშირში უვიზოდ შეუშვათ.
და არა მხოლოდ უვიზო შეუშვან, არამედ მიცენ მთელი რიგ სიკეთეებზე წვდომა, რომელიც უვიზო მიმოსვლას თანსდევს, იქნება ეს საგანმანათლებლო თვალსაზრისით, იქნება ეს ჯანდაცვის თვალსაზრისით თუ ნებისმიერი სხვა სიკეთით, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სარგებლობდნენ ამ პროცესში. ამავდროულად ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ თვითინტერესიც. მათ ეს გზა გაუქმნეს საქართველოს მოქალაქეებს, იმიტომ რომ მიიჩნიეს, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა, საქართველო არის განვითარებისკენ მიმავალი ქვეყანა, საქართველოში გძლიერდება დემოკრატიული ინსტიტუტები, საქართველო არის სახელმწიფო, რომელთანაც მათ მოქალაქეებს უნდათ, რომ ურთიერთობა გქონდეთ და გქონდეთ მიმოსვლა, როგორც სავაჭრო, ისე ფიზიკური. დღეს არის რეალობა, როდესაც იზოლაციისკენ მიმავალ სახელმწიფოსგან მომდინარეობს ევროპის საფრთხე, რომ კიდევ უფრო გაიზრდება მათი საიმიგრაციო პრობლემები, კიდევ უფრო გართულდება საქართველოს მოქალაქეებთან ურთიერთობა და კიდევ უფრო გაიზრდება ნაკადი არასასურველ პირთა, რომლებიც საქართველოში შეიძლება მოხდნენ სწორედ ამ სტატუსის გამოყენებით. შესაბამისად, მათ თვითინტერესის, რომელზეც ერთი არის პოლიტიკური განაცხადი, რომელიც მიემართება საქართველოს ხელისუფლების ქმედებებისკენ და ამით ისინი იმედოვნებენ, რომ ეს იქნება ერთგვარი წნეხი მათ შორის, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებიც შემდგომ თავის საპასუხო რეაქციაში გამოხატავენ დე-ფაქტო ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ამავდროულად არის თვითინტერესი, როდესაც მათ ისედაც ძალიან რთული საიმიგრაციო პრობლემები აქვთ, რომ ახლა კიდევ დამატებით დიდი გადინება არ მოხდეს, რაც ლოგიკურია, რომ მოხდება და ივარაუდება, რომ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს იზოლაცია გაღრმავდება, იმიტომ რომ ფაქტია და ამას ჩვენც გრძნობთ შიგნით ქვეყანაში და ეს იციან ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმაც, რომ საქართველოში ყველა არის რაღაცნაირი მობილიზებული და ელოდება პროცესების განვითარებას, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომ თუ პროცესები არ წარიმართა დემოკრატიული რაღაც კალაპოტისკენ, მაშინ საქართველოს დიდი რაოდენობა დატოვებს საქართველოს და ელოდება ამ ვითარებას, რომ ისინი გაიქცევიან ქვეყნიდან, ისე როგორც ეს გადინება მოხდა 90-იან წლებში. ევროპარლამენტის გარდა რამდენიმე დღეში ყურადღების ცენტრში იქნება მეუხენიც, ვიცით რომ საქართველოსთან უსაფრთხოების კონფერენციაზე მიწვეულია სალომე ზურაბიშვილი, მთავრობა კი თავის მხრივ აბუ-დაბისში იმყოფება და იქ მართავს შეხვედრებს. რამდენად ესე ვთქვათ მისაღები ალტერნატივაა, ან თუ არ არის აზია დასავლეთის ალტერნატივა, მაშინ იქნება ახსნათ რატო? ეს არანაირი ალტერნატივა არ არის. პირველ რიგში, იმიტომ რომ მიუნხენის კონფერენცია სულ სხვა დატვირთვა აქვს. მიუნხენის კონფერენცია არის ევროპული უსაფრთხოების, დასავლური უსაფრთხოების საკითხებზე მოსაუბრე ფორმატი, რომლებიც მსჯელობენ ევროპულ უსაფრთხოებაზე, სადაც მონაწილეობენ ის სახელმწიფოები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ევროპაში უსაფრთხოების სტრუქტურების ჩამოყალიბებაზე. ამ ფორმატის სრულფასოვან ნაწილად მოიაზრებოდა საქართველო მთელი ამ წლების განმავლობაში, სწორედ იმიტომ, რომ მათ შორის საქართველოზეც გადის ევროპული უსაფრთხოება და დასავლეთმა ეს დაინახა როგორც 2008 წელს, ისე 2014 წელს შემდგომ და მას შემდეგ, რაც ახლა ივანიშვილის სახით და რუსული დეზინფორმაციის სახით საქართველოს მოიაზრებენ როგორც ეგრეთ წოდებულ სატესტო მოედანს, სადაც რუსეთი თავის ჰიბრიდული ომის მეთოდებს ეფექტურად იყენებს საქართველოში იმისთვის, რომ შემდგომ ეს გამოიყენოს ევროპული უსაფრთხოების შესარყევად და ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგ. ამიტომ მიუნხენის კონფერენცია არის სულ სხვა ფორმატი და მას ალტერნატივა არ აქვს. არა იმიტომ, რომ აზია ევროპა არ არის და ევროპა აზია არ არის, ეს თავისთავად ცხადია, მაგრამ არამედ იმიტომ, რომ ეს ფორმატი არ ითარგმნება სხვა ფორმატებში. ეს არის სპეციალურად შექმნილი ტრადიცია, რომელიც მსჯელობს ევროპაში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. ზოგადად ესე ვთქვათ, აზიურ სივრცეში ვიზიტებს აზიურ სივრცეში ვიზიტები არის სასოწარკვეთის გამოვლინება. სამყაროსგან ქართული ოცნება ერთგვარად უკვე იზოლაციაშია და მეტიც გაზრდილია, ესე ვთქვათ, არნახული წნეხი მოდის, შეიძლება ითქვას საერთაშორისო წნეხი ქართულ ოცნებას. თუმცა ამის მიუხედავად, ხო არა თუ ვთქვათ, ვხედავთ იმას, რომ ხდებოდეს მოწოდებების გაზიარება, დაანება, ასე ვთქვათ, ქართულმა ოცნებამ თავი დასავლურ ქვეყნებში სიარულს და დაიწყო სწორედ აზიურ სივრცეში ვიზიტები. აი რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება, ასე ვთქვათ, აზიისკენ გააგრძელებს ყურებას და დასავლეთისკენ პირს აღარ იბრუნებს?
აქ ფუნდამენტური პრობლემა არის ჩვენი გეოპოლიტიკური გამოწვევები და ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა. საქართველოს რომ კონდეს იმის ფუფუნება, რომ არ იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, მას რომ კონდეს საკმარისი ბუნებრივი რესურსები, მას რომ კონდეს შესაძლებლობა იყოს თვითკმარი ეკონომიკა, მას რომ კონდეს შესაძლებლობა არ იყოს ექსპორტზე დამოკიდებული, არ იყოს დოლარის კურსზე დამოკიდებული, მისი ეკონომიკა მეტნაკლებად ახერხებდეს, რომ ფუნქციონირებდეს, როგორც ამას ახერხებს აზერბაიჯანი, როგორც ამას ახერხებს თუნდაც ბელორუსი, მაშინ თეორიულად შესაძლებელი იქნებოდა გვეფიქრა, რომ საქართველოს იქნებ შეძლოს და გააგრძელოს ფუნქციონირება და ეკონომიკური განვითარება არადემოკრატიული გზით. და მაშინ ასეთი პანაცეა არ იქნებოდა ჩვენი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ამის რესურსი პრაქტიკულად არ გააჩნია, საქართველოს მთლიანად არის დამოკიდებული და მათ შორის ჩამოკიდებულია მისი განვითარება სამომავლო დასავლურ ბაზრებზე და ამავდროულად საქართველოს თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე საქართველოს დანიშნულება და ინტერესი მათ შორის აზიის ქვეყნებისთვის, როგორც არის ჩინეთი, არის მხოლოდ და მხოლოდ მნიშვნელოვანი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მიბმულია ევროპულ ბაზრებს. საქართველოს თუ არ არის ევროპულ ბაზრებს მიბმული, ჩინეთს არანაირი ინტერესი არ აქვს საქართველოში. ჩინეთი საქართველოს პორტს იყენებს თავის ინტერესების სასარგებლოდ და არა საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ. ჩინეთი საქართველოს გამავალ დერეფანს იყენებს თავის ინტერესების სასარგებლოდ და არა საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ. საქართველოს თუ არა აქვს დერეფნის დატვირთვა და იზოლაციაშია დასავლეთის მხრიდან, მას აღმოსავლეთი ალტერნატივას ვერ შესთავაზებს იმისთვის, რომ მან შეძლოს ეკონომიკურად განვითარება. გასაგებია, ბოლოს უკვე კიდევ ერთ თემას მინდა შევეხოთ, ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ასევე საქართველოს ეხება ამჯერად აფხაზეთის კონტექსტში. იქ ბევრი რამ ხდება, თუმცა რატომღაც ჩვენი ოკუპირებული რეგიონი ყურადღების მიღმარჩება. მაგალითად, სოხუმის აეროპორტის საკითხი 7 თებერვალს ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში მოსკოვიდან ჩაფრინდა საცდელი რეისი, რომელშიც 21 მგზავრი, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრა გუმბა იმყოფებოდა. კეთდება შეფასებები, რომ რუსული სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ მოხდა სოხუმში აეროპორტის აღდგენა. აი, რას უნდა აკეთებ, მით უმეტეს, რომ თქვენ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ხართ. რას უნდა აკეთებდეს ახლა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორ უნდა ვეწინააღმდეგებოდეთ იმას, რასაც მოსკოვი სოხუმში აკეთებს? პირველ რიგში უნდა გვესმოდეს რა ხდება რეგიონში. ეს ცალკეული განყენებული ვითარება არ არის, ეს ერთიან კონტექსტში განიხილება, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რუსეთი და მას შემდეგ რაც მან ის წარმატება ვერ მოიპოვა უკრაინაში, რომელიც მას ისიერად და საწეს ეტაპზე განზრახული ჰქონდა, მან დაიწყო ძალიან სწრაფი ძალაუფლების კონსოლიდაცია რეგიონში. ამან განაპირობა მათ შორის ისიც, რომ ივანიშვილთან მკაცრი და სწრაფი განსხვავებული ინსტრუქციები მოვიდა, ამან განაპირობა საქართველოში, თქვათ, რეალობის უფრო ის, რომ რეალობა უფრო ხილული გახდა, ვინ არის და რას წარმოადგენს ივანიშვილი. ამის გამოძახილია ის, რომ მათ შორის ახლო აღმოსავლეთში და ასევე იქნება ეს უნგრეთში, სერბეთში თუ ყველგან სადაც პრორუსული ძალების გაძლიერება ხდება, ყველგან სადაც რუსული კანონის ინიცირება საქართველოსთან პარალელურად მოხდა, ყაზახეთში, ყირგიზეთში თუ არ ვცდები და ასევე შესაბამისი მოქმედებები ოკუპირებულ აფხაზეთში მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ემზადება ომის შემდგომი პერიოდისთვის, ანუ მას სჭირდება იმის გათვალისწინებით, როგორ წარიმართება უკრაინაში ომი, როგორ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი. იმ მომენტისთვის იგი უნდა იყოს მზად, რომ რეგიონში ძალაუფლება გამყარებული ქონდეს. ამისთვის ცდილობს ის, რომ ივანიშვილს შეუნარჩუნოს ძალაუფლება საქართველოში, იმიტომ რომ თბილისი ამ შემთხვევაში გამსაზღვრელია, ვინაიდან ალიევის პირობებში აზერბაიჯანი უკვე პრაქტიკულად ჩამოშორებულია რუსულ გავლენებს და ასევე იკარგება სომხეთი მათი გავლენის სფეროებიდან, როგორც ჩანს, მათ შორის აზერბაიჯანი თურქეთის ახალი სტრატეგიული ალიანსის პირობებში, ამიტომ რუსეთს სჭირდება განსაკუთრებული საყრდენი თბილისში და შესაბამისად თბილისის კონტროლი ივანიშვილის გზით და ოკუპირებული ტერიტორიების გზით, იმისთვის რომ მან შესაბამისად შეძლოს გუშინ აგერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების იქ პროცესები დაწყებულია, ამის პარალელურად ალიევი ძალიან მკაცრი ტონით ესაუბრება პუტინს, ესაუბრება არა მხოლოდ ვერბალურად, არამედ მათ შორის კონკრეტული გააწყვეტილებებით, რომელსაც ის ბოლო პერიოდში იღებს, ანუ აშკარაა, რომ კავკასიის რეგიონში მხოლოდ საქართველოსა დარჩა, რომელიც
პუტინმა შეიძლება პოტენციურ რეალურ საყრდენად მოიპოვოს, თუმცა მასზე გავლენა თუ მოიპოვა, ის აკონტროლებს შესაბამისად დერეფანს და მას რჩება შესაბამისად ზღვაზე მისასვლელი, რაც არის მისი სტრატეგიული ინტერესი. ამიტომ აფხაზეთში პროცესები როგორც მიმდინარეობს ახლა და მათ შორის დაჩქარებული წესით რომ მიმდინარეობს, ქონებების შესყიდვა, გადაფორმება, რუსული ინტერესების გაძლიერება და სტრატეგიულ ობიექტებზე გავლენის აღდგენა არის ძალაუფლების კონსოლიდაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი. საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ოკუპაციის პირობებში ისე შეზღუდული ექნებოდა ვითარება ეროვნული ხელისუფლებაც რომ ყავდეს, მაგრამ 12 წლის განმავლობაში აქ რომ ეროვნული ხელისუფლება ყოფილიყო, ამასობაში მოიაზრება რომ რაღაც ტიპის გარღვევა იქნებოდა საერთაშორისო ფორუმებში, იქნება ეს ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი, თუ იქნება ეს ზოგადად დეოკუპაციის პროცესი, რომელიც რუსეთთან მიმართებით წარიმართებოდა საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით. მაგრამ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში და ეს იყო მათი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რომელიც მათ ქმედუნარიანად განახორციელეს, ასე ვთქვათ, რუსეთის სასარგებლოდ იყო, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი პრაქტიკულად გააუქმეს, იქ შეიტანეს რუსული ინტერესები, შექმნეს ალტერნატივად ორმხრივი სასაუბრო ფორმატი, რომელიც საქართველოს არაფერში არ გამოადგა, მაგრამ სამაგიეროდ რუსეთმა ძალიან ეფექტურად იხეირა ამ კარასინი-აბაშიძის ფორმატით, იმის გათვალისწინებით, რომ ამით ჟენევის ფორმატის ჩანაცვლება მოხდა, მაგრამ ორმხრივი მანდატით აღარ განისაზღვრა აფხაზეთის უსაფრთხოების საკითხები, დევნილების დაბრუნების საკითხი და რაც თავარია უსაფრთხოების მექანიზმების აღდგენის საკითხი, რომელიც იყო ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის საკითხი. ანუ დეოკუპაციის საკითხი დღის წესრიგიდან ამოვიდა და გადავიდა რაღაც ორმხრივ დიალოგში, რომელიც მხოლოდ თბილისსა და მოსკოვს შორის დიალოგს ეფუძნებოდა და არანაირი კავშირი აღარ ჰქონდა დეოკუპაციის პოლიტიკასთან. ამით მათ de facto ძალიან წარმატებით რუსული ინტერესები გაატარეს საქართველოში, რამაც კიდევ უფრო დაგვაშორა ჩვენ იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე რამე ტიპის გავლენა გვქონდეს, ან საქართველოს ვინმე რამეს ეკითხებოდეს. მაგრამ იმ პირობებში თუ ჩვენ ობიექტურად შევხედავთ სურათს და დავინახავთ, რომ აფხაზეთში ოკუპირებული მმართველები და საქართველოში ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლები ერთი და იგივე საქმეს ემსახურებიან და ერთი და იგივე უფროსი ყავს, მაშინ ლოგიკურია, რომ იქ მცდელობაც არ იქნება არა და არაფრის. მადლობა ძალიან დიდი სტუმრობისთვის. ნინო კალანდაძე იყო ჩვენი გადაცემის ბოლო ნაწილის სტუმარი.